ფესტივალი, რომელიც ხელოვნების 10 მიმართულების წარმომადგენელ ახალგაზრდებს აერთიანებს. ფან-არტის მეორე დღე დამწყებ მხატვრებსა და მოქანდაკეებს დაიხო. ნამუშევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში წარადგინეს. დღის კონსულტანტები კი ოლეგ ტიმჩენკო და ირაკლი ჟვანია იყვნენ. ფესტივალი მეოთხე წელია იმართება და მიზნად 15-29 წლის ახალგაზრდების ნიჭის პოპულარიზაციას ისახავს. ფან-არტის საფესტივალო დღე ეთმობა მხატვრობასა და ქანდაკებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდების აღმოჩენა, რომელიც კონსულტანტებმა ოლეგ ტიმჩენკომ და ირაკლი ჟვანიამ გამოარჩიეს მრავალრიცხოვანთა შორის 4 მხატვარი და 5 მოქანდაკე. ეს არიან ის ადამიანები, ვის შემოქმედებასაც, ნამუშევრებსაც დღეს ფართო საზოგადოება იხილავს. აქცია ძალიან მომწონს. ახლა ძალიან კარგი აქცია, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობაში ნიჭიერი ბავშვების მოძიება და მათთვის საზოგადოების მხრიდან ყურადღების გამოჩენა ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება, რომ მომავალში თავიანთი ქვეყნისთვის აკეთონ ის საქმე, რომელიც ქვეყანას ძალიან ჭირდება.